მინდა რამდენიმე სიტყვით დავახასიათო ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივი სტანდარტის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თქვენი რეკომენდაციებისა და უკავშირის შემდეგ დამტკიცდება. სტანდარტის ჩარჩოს აქვს მარტივი და მოსახერხებელი სტრუქტურა. კერძოდ, იგი იწყება მათემატიკის სწავლების მიზნებით, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რას ისახავს მათემატიკის სწავლება მიზნად. ჩამოთვლილია ის ძირითადი უნარები, რასაც მათემატიკის სწავლებით ვავითარებთ ჩვენს მოსწავლეებში. წარმოდგენილი სტანდარტი საფეხურეობრივად არის დაყოფილი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. საფეხურის შედეგების მიღწევის საფუძველს წარმოადგენს სამი სამიზნე ცნება. ეს არის მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა, ლოგიკური მსჯელობა. დოკუმენტში სტრუქტურულად შინაარსის წინ მოცემულია სამიზნე ცნებების აღწერა. იქვე გაწერილია ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით. ინდიკატორებით ნაჩვენებია, როგორ მუშავდება სამიზნე ცნებები თითოეულ მიმართულებაში. ეს მიმართულებებია დაწყებით საფეხურზე რიცხვები, გაზომვა, ალგებრა, გეომეტრია და სივრცის აღქმა, სტატისტიკა, ალბათობა. ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურზე კი გაზომვა არ არის წარმოდგენილი ცალკე მიმართულებად, ის არის გაერთიანებული გეომეტრია და სივრცის აღქმასთან. ბოლო ნაწილი კი არის შინაარსი, რომელიც წარმოდგენილია საფეხურების მიხედვით, თემების, თემატური ბლოკების სახით. წარმოდგენილი მათემატიკის საგნობრივი სტანდარტი კომპეტენციების განვითარებასთან ერთად მოსწავლეებს ეხმარება გააცნობიერონ მათი პასუხისგებლობა და როლი როგორც მოქალაქეებმა, რაც ღირებულებითი განათლების საფუძველია. ეს სტანდარტი ქმნის არა მხოლოდ მათემატიკურ, არამედ მორალურ და ეთიკურ საფუძველს, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად. მათემატიკის საგნობრივი სტანდარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაში, რადგან ის უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის თანაბარ წვდომას მათემატიკურ განათლებაზე, მიუხედავად მათი შესაძლებლობისა, სწავლების სტილისა ან საჭიროებისა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია შემდეგი პრინციპების გამოყენებით: დიფერენცირებული სწავლება, ალტერნატიული სწავლებისა და შეფასების მეთოდები, მულტიკულტურული და ინტერდისციპლინარული მიდგომები, ტექნოლოგიების გამოყენება, მხარდამჭერი სასწავლო გარემო. არსებითი სიახლე, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის შემდეგი. საბაზო საფეხური მოიცავს მე-7-მე-10 კლასებს. ანუ ნაცვლად 3 წლისა ის გახდა 4 წლიანი. შესაბამისად, მასალა გადანაწილებულია 4 წელზე, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა შინაარსი. ასევე რიგი საკითხები საბაზო საფეხურიდან ჩავიდა დაწყებით საფეხურზე, მაგალითად მთელი რიცხვები, პროცენტი. ამრიგად, მათემატიკის საგნობრივი სტანდარტი არა მხოლოდ ცოდნის სისტემატიზაციას ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კრეატიულ თავისუფლებას, რაც მოსწავლეებს დამოუკიდებელი კვლევისა და აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.